BMW-მ ახალი M3-ის გამოშვება დაადასტურა. ოღონდ ორი სხვადასხვა ძრავით. ეს რა თქმა უნდა BMW-ს მოყვარულებისთვის ძალიან კარგი ნიუსია და ძალიან სასიხარულო, თუმცა რამდენად სასიხარულო ნიუსი იქნება, როცა გავაშკარებ, ეს უკვე მეორე საკითხია, რადგან როგორც იცით, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის, რომ BMW-მ რამდენიმე წელია უკვე მუშაობს ახალ M3-ზე, რომელიც არის სრულად ელექტრო, ექნება 4 ძრავი, ფაქტიურად თითოეულ თვალზე 1 ძრავი და ჯამში გამოიმუშავებს 1300 ცხენისძალას. რა თქმა უნდა ძალიან ბევრია, ძალიან ჩქარი იქნება მანქანა, თუმცა BMW-ს ეს მიდგომა Neue Klasse, რაც აქვს მისი დიზაინის მიმართულება, დიდად არ მომწონს. ყოველ შემთხვევაში კონცეპტი ავტომობილები, რომლებიც ახლა არის, რომელიც ჩვენ გვხვდება სოციალურ ქსელებში, დიდად არ მიზიდავს. ძველი დიზაინები G-სერიის, მაგალითად M3, გაცილებით უფრო ლამაზია ჩემი აზრით, ვიდრე Neue Klasse. მაგრამ როგორც წესი ხოლმე BMW ჩვენს მონუსხვას რაღაცნაირად ახერხებს ყოველთვის. მათი ახალი დიზაინები არასდროს არ მოგწონს, მაგრამ რო ჩაეშვება წარმოებაში, რამდენიმე წელში ძალიან გვიყვარდება. ალბათ იმიტომ რომ BMW-ა, არ ვიცი, მაგაზე მოკლედ მომავალში გამოჩნდება. თუმცა BMW-მ კიდევ დაანონსა ერთი ძალიან კარგი ნიუსი, მანდა-მაინც არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ახალ ელექტრო M3-ებს კარგად გაყიდის და შესაბამისად გვიდასტურებს, რომ ახალი M3 გამოვა მეორე შიდაწვის ძრავით. ეს ძალიან კარგი ნიუსია. მაგრამ როგორ მოახერხებს შიდაწვის ძრავიანი BMW Euro 7 სტანდარტის დაკმაყოფილებას, რომელიც ძალიან ზღუდავს შიდაწვის, ესე ვთქვათ, ძრავის ემისიებს, გამონაბოლქვს და ასე შემდეგ, ებრძვის ყველანაირად, რომ Euro 7 ებრძვის ყველანაირად ახალ ძრავებს, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად სუფთა ძრავები იყოს და როგორ უნდა შეათავსო ცხენისძალების გამომშავება ემისიებთან, ეს წარმოუდგენელია, მაგრამ იმედია BMW რამეს მოახერხებს. ყოველ შემთხვევაში გვირდება, რომ ახალი M3 იქნება შიდაწვის ძრავით, ტურბინიანი ძრავით, S58, კარგად იცით თქვენ და პლუს ექნებათ ჰიბრიდული სისტემა. როგორც M5-ია გამოყენებული შიდაწვის ძრავი არის, ვერვა 4x4 და მას ეხმარება ჰიბრიდული სისტემა, იმიტომ რომ იყოს სწრაფი და ჩაჯდეს ეგრეთ წოდებულ ემისიების ტესტში. და ახალი M3-ით დაახლოებით მსგავსი იქნება. იმედი მაქვს, რომ მაინც მოიგებენ ავტომოყვარულების გულს და სიმართლე რომ გითხრათ, ელექტრო M3 ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ BMW-ს ინჟინერები ამ ავტომობილზე მუშაობის დროს გვეუბნებიან, რომ ზუსტად ისეთი კარგი და სხარტი და ესე ვთქვათ, სახალისო ხასიათი აქვს BMW-ს ელექტრო მოდელს, როგორც შიდაწვის ძრავიან მოდელებს. თუმცა რეალობაში შეიძლება სხვა სურათი მივიღოთ. მოკლედ დაველოდოთ BMW-ს, შემდეგ წელს უკვე გამოჩნდება პირველი მოდელები და საინტერესო იქნება თუ რა შემოგთავაზებს BMW.